ჩემთვის მხატვრობა არის ჩემი ცხოვრება. როცა ფუნჯი არ მაქვს ხელში და არ ვხატავ, მაშინაც ფაქტიურად გულში ვხატავ, გონებაში ვხატავ. თუ კი რამე კარგი დავინახე, ვიმახსოვრებ იმას. ვცდილობ რომ ის ეფექტები მე ჩემს სურათში გამოვიყენო. მე ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი მხატვრობაში გავატარე და ამ სურათების შექმნაში, რასაც აქ ხედავთ. როგორც ყველა ბავშვი, მეც ბავშვობაში ხატვა მიყვარდა. ბავშვები ხატავენ თავისი ინტუიციით, წარმოდგენებით, ხედვით. მეც ესე ხატავდი, ჩვეულებრივი ვიყავი, არაფრით განსხვავდებოდი სხვებისგან, მაგრამ შემთხვევები ხდება, როდესაც ადამიანი აღმოაჩენს, რაში აქვს მიდრეკილება და ასე დაიწყო. პირველად დავხატე, პატარა ვიყავი ბავშვობაში, სტალინის სურათი. და მასწავლებელი გამიჯავრდა. არ შეიძლება სტალინის დამახინჯება სურათის და მეტი აღარ დახატო და მეწყინა რატომ არ უნდა დამეხატა არ ვიცოდი მაშინ. შემდეგ გავიდა დრო და კოსმოსში გაფრინდა იური გაგარინი. გაზეთებში დაიბეჭდა მაშინ პირველ გვერდზე სკაფანდრში იური გაგარინის სურათი, მთელი ამბავი იყო. მასწავლებელი მაშინ გავალევდა რომ ასეთი შემთხვევისთვის რაღაცა სურათები დაგვეხატა. გულმოდგინედ ვიმუშავე სახლში, მეორე დღეს მიუტანე, ვაჩვენე, მასწავლებელს ძალიან მოეწონა, ჩემი სურათი აიღო და მთელ სკოლაში არ ბენინებდა, ასე ვთქვა და აჩვენებდა სხვებს, რომ აი ნახეთ როგორ დახატა გაგარინის სურათიო. ამან რა თქმა უნდა, წამახეზა, წამახალისა. აი აქედან დავიწყე მე ხატვა ერთი სიტყვით. ბავშვი ხედავს ისე როგორც მას სურს. ანუ ადამიანის სხეულს დაგიხატავს სქემატურად, ერთ ჯოხს ხაზს ჩამოუსვავს, გაუკეთებს თითებს გაშლილს და ის ხედავს ადამიანს იმაში, თავს დაუხატავს რაღაც კვერცხისებური ფორმისას და ეს მისთვის არის ძალიან კარგად შესრულებული ნამუშევარი. ინდივიდუალური მის ფანტაზიაში, მის ამბავშია და ძალიან საინტერესოა თავისთავად. უფროს უკვე მასწავლი აქვს ყველაფერი ეს, როგორ უნდა დახატოს და როგორ რა უნდა გააკეთოს. შემდეგ უკვე უძნელდება რომ ისევ ბავშვივით ხატოს. ხატრობა არის სულ სხვა რამ. ხატრობა არის ნიჭი, შინაგანი ემოციების გადმოცემა. ხატვის ანბანის შესწავლა შეიძლება. მასწავლებლები მოსწავლებს ჩვენ გამოცდილებას ვასწავლით, როგორ ხატა უნდა დაიხატოს, როგორ პროპორცია, როგორ ფერი, როგორ უნდა გაახსნას. ჩვენ ანბანს ვასწავლით. ანბანს რო ისწავლის, უკვე ხატვარი შემდეგ თავისით იბადება. თვითონ მე ქმნის თავის შემოქმედებას და ხდება მხატვარი და თუ კი მარტო შემოიფარგლება იმით რომ მექანიკურად გადმოიღებს ფურცელზე იმას რასაც ხედავს ეს მხატვრობა არ იქნება. მე ვხედავ და მგონია რომ ისე ხედავს დავუშვათ ვიღაცებიც, სხვებიც, მაგრამ ჩვენ ვეძებთ ისეთ ადგილებს, სადაც ხატრულად გამოვა.
ჩვენ მექანიკურად, ფოტოგრაფიულად კი არ გვინდა რომ ის გადმოვიღოთ და ტილოზე გადმოვიტანოთ. არამედ ის ვეძებთ ისეთ ადგილს, ვეძებთ ისეთ მომენტებს, რომ ის სურათი გამოვიდეს კარგად. ასეთი შემთხვევა ჰქონდა, რომ ხატავდით ერთ ძველ სახლს, ანუ ფანჯარა არ ჰქონდა, კარი არ ჰქონდა, თოვლისგან დაზიანებული თაში და მე გვერდზე იყო კარგი აშენებული ახალი სახლი და ყველა მხატვრები ამ ძველ სახლს შემოესია და ხატავს და აგიჯდა მის პატრონიკას. აგერო ამისთანა სახლია და რაღა მაღას ხატავს, ჩემი დახატეთო. ხანდახან მოგზაურობის დროს პეიზაჟი მოგწონს, ან ზის ჩასვლა არის, ან ზის ამოსვლა არის, ან შუადღეა, ან საფამოა, რა ვიცი. და ხედავ რაღაცებს ისეც, რომ კარგი სურათი გამოვა იქედან. ამას ვიმახსოვრებ, ვაკვირდები. ხატვარი იმას ეძებს გარემოში, რომ იყოს ის სურათისთვის მხატვრული. უნდა იცოდე კიდეც და უნდა ხედავდე კიდეც. ორივე არის აუცილებელი. თუ ვერ ხედავ, ვერ ამჩნევ, იმ სილამაზეს ვერ აღიქვამ, არც არაფერი გამოგივა. ამას ცოდნა ჭირდება კიდევ. თუ ეს ცოდნა არ გაქვს, კიდევ ვერ გააკეთებ. ასე რომ ეს ორი მე ვიფიქრობ, რომ ორივეა საჭირო, ცოდნაც და ხედვაც. კარნახობს დრო თვითონ. ხატვარი ასახავს იმას, რაც იმ დროშია. მე ყოველთვის თავისუფალი ვიყავი, მე მაინც ხატავდი ისე, როგორც მე მინდოდა. იყო პერიოდები, რომ რაღაცები უნდა დაგეხატა იდეოლოგიის შესაბამისად, იმდროინდელი. მაგრამ ხატვარი მაინც ქმნის იმ ეპოქას და თუნდაც ის იმ პერიოდში შექმნილი ნამუშევრები ისტორიას ასახავს და არ უნდა მოვისროლოთ სანაგვეზე. მე ვფიქრობ, იმიტომ რომ იმ დროში ცხოვრობდა მხატვარი და მისი ბრალი ხო არ იყო ეს. მუზა არ ჩერდება, არ შეიძლება დამული იყოს. მოძრავია, მე ასე ვფიქრობ. თვითონ მხატვრობა ძალიან რთულია. რთულია. მხატვრობაში ადვილი მე არ მგონია რომ რამე იყოს. ეს არის ხელოვნება, ყოველთვის ვითარდება, ყოველთვის ყოველი ახალი ნახატი ადამიანმა უნდა ახლებურად გააკეთოს. მუზა არის რომ რაღაც ახალი შექმნა. სურვილი გაგიჩნდება რომ უნდა რაღაცა დახატო. არ უნდა იყოს მხატვარი დაშტამპული, ჩემი აზრით რა თქმა უნდა. არის მომენტები, რომ შენ არ გცალია იმისთვის, რომ დაჯდე და ხატო. რაღაცა სხვა საქმეებით ხარ. მარტო ხატვით დღეს ადამიანი ვერ იცხოვრებს, ასე ვთქვათ რა. საჭირო არის ცხოვრებისთვის კიდევ ფული. ეს ასეა, ჩვეულებრივი ამბავია და ამისთვის სხვა საქმესაც აკეთებ. როცა სხვა საქმეს აკეთებ, უკვე მოწყვეტილი ხარ ამ სფეროს და ეს ხელშემშლელია მხატვრისთვის. ახლა რომ ისეთი სიტუაცია იყოს, რომ სახელოსნოში მხატვარს მუდამ ჰქონდეს თავისი საქმე და არ კარგავდეს დროს სხვა რაღაც საქმეებით, იმუშავებს და რაღაც შექმნის ბევრ საუკეთესო ნამუშევარს, მაგრამ ყოფითი ცხოვრება არ გაძლევს ამ საშუალებას, რომ ყოველთვის ის აკეთო, რაც შეგინდა. მე ბევრჯერ მქონია ასეთი შემთხვევა, რომ დამიწყია რაღაცა
აბსტრაქტული ფორმები, ასე ვთქვათ, ტილოზე და შემდეგ კარგი ნამუშევარი გამოსულა. რასაც იტყვი რომ აი მე გავაკეთებ და გამოვაო, ეს არ გამოვა, ისე ხდება, ესე ჩვეულებრივი ამბავია. თუმცა მხატვარი არ უნდა კმაყოფილდებოდეს იმით, რასაც გააკეთებს. უნდა ფიქრობდეს, რომ ის უკეთესად და უკეთესად გააკეთოს შემდეგში. აი სწორედ სად გაჩერდე, ეს არის დიდი ნიჭი. მომენტი არის, რომ ნახატი არის ძალიან კარგი და ორი შტრიხი გააფუჭებს შემდეგ იმ ნამუშევარს. და თუ კი მიხვდები, რომ აი აქ უნდა გაჩერდე, აი ეს დიდი ნიჭია და სწორედ მაგია ხელოვნება. ზოგჯერ მომინდომებია უფრო უკეთესის გაკეთება და გამიფუჭებია ნამუშევარი. როდის რა ნიშნულობა აქვს, რას აკეთებ. ზოგჯერ არის რომ კონტური ჭირდება ნახატს და კონტურს ტოვებ, მაგრამ არის რომ არ ჭირდება. შეიძლება არ იყოს მრავალფეროვანი ფერებით ასე ვთქვათ გაკეთებული, მაგრამ ძალიან მხატვრული იყოს. მე ფერმწერი ვარ და ძალიან ბევრ ფერს ვიყენებ, იმიტომ რომ მივაღწიო მინდა ხასიათს, რასაც პეიზაჟში ვხედავ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ისე რომ ერთმანეთს უშლიდეს ხელს. აი მუსიკაში მაგალითად მრავალხმიანობა არის, მაგრამ არც ერთი ხმა ერთმანეთს არ უნდა უშლიდეს. ჯაზი უამრავი ხმებია, ყველა შეიძლება სხვადასხვა ინსტრუმენტებზე უკრავს, მაგრამ ერთი მთლიანობაა შემდეგ შექმნილი და მუსიკად აღიქმება. აი ესეა მხატვრობაშიც. სამი ფერი შეიძლება დაშალო უამრავ ტონალობად. და ეს სწორედ ამაშია დიდი ხელოვნება, რომ ამ სამი ფერიდან შექმნი ფერწერას. შეიძლება ერთი შავი ფერითაც დახატო გრაფიკაში, ახლა ერთი ფერია შავი და ხატავ. ეს გააჩნია რა კომპოზიციას აკეთებ და რისთვის. მთელი საქართველო მოვიარე და საქართველოს გარეთ კიდევ ჩვენი სამშობლო რო იყო ერთ დროს იმ ქვეყნებშიც ყოფილვარ და იქაც დამიხატია. ყოველთვის ვცდილობ რომ ჩემი სამშობლოს ხასიათი გადმოვცე ჩვენი ქვეყნის აი ის სილამაზე გადმოვცე. თუ ამას ვახერხებ, ბედნიერი კაცი ვარ მაშინ. მისთვის ყველაფერს ვიყენებ. როცა კარგი განწყობა გააქვს შენი ქვეყნის დღევანდელობით, რაღაცა სიხარული გააქვს, რაღაც ასეთი განწყობა, მაშინ ნახატიც უკეთესი გამოდის. ხომ თეთრია თოვლი, მაგრამ თოვლში არის აბსოლუტურად ძალიან ბევრი ფერი. ძალიან. ასევე ზღვაში არ არის მარტო ლურჯი ზღვა. ზღვაში არის მწვანე ფერიც, არის ლურჯიც, არის რა ვიცი, უამრავი ფერია. ზღვა კარგია დორე, როცა ცურავ, მაგრამ ხატრობაში და ხელოვნებაში გაყინული ზღვა, ასე ვთქვათ, ნაკლები ინტერესიანია. როცა ბობოქარია, ცოცხალია ზღვა და სურათებში მის განმოსახვა მოახერხებ, ამაზე უკეთესი რა არის. სრულყოფილება არ არის მხატვრობაში. ჩვენ ვმუშაობთ, ვცდილობთ
ესაა შემოქმედება. შეიძლება კარგი ნამუშევარი გამოვიდეს, შეიძლება არ გამოვიდეს ისეთი, როგორც შენ გინდა, მაგრამ სრულყოფილი უფალია მარტო ღმერთი. ხატრისთვის თავისუფლება ის არის, რასაც თვითონ ისურვებს და აკეთებს მას. სიყვარულით აკეთებს. როცა დაკვეთით აკეთებ რაღაცას, ხო? უკვე თავისუფალი აღარ არის. ის გიკარნახეს, ასეთი სურათი მინდა და შენ უნდა გაუკეთო იმას ისეთი, როგორცაც ის თხოვს ის. აქ უკვე შეზღუდული ხარ შენ. რა თქმა უნდა, დაკვეთით შესრულებული ნამუშევარი შეიძლება ძალიან მაღალი ხატრული იყოს და კარგი იყოს და შედევრი იყოს, მაგრამ ხატრისთვის მაინც ეს არის დავალება. როცა მხატვარი თავისთვის აკეთებს და მარტო თავისი ემოციებით და თავისი რაღაც გზნობებით აკეთებს, უკვე არის მხატვარი ამ შემთხვევაში თავისუფალი. აწი უნდა შეიქმნას ჩემი აზრით. ჯერ მე ყოველთვის ვცდილობ რომ იმით არ დაუკმაყოფილდე, რაც მაქვს შესრულებული და კრიტიკული ვიყო საკუთარი თავის მიმართ. როცა ხატვარი იტყვის რომ მე უკვე ყველაფერი გავაკეთე და მეტი აღარაა საჭირო, ეს უკვე სიკვდილს ნიშნავს. შეიძლება არ იყოს ნახატი ძალიან მაღალი დონის შესრულებული, მაგრამ ის ნახატი რაღაცას გახსენებდეს ისეთ მომენტს, რომ იმას ვერ შეელევი და გინდა რომ ეს სულ იყოს და გახსენებდეს იმ რაღაც ბედნიერ დღეებს ან წლებს. ასეთი არის, კი ბატონო, არის. შეიძლება ეს ინდივიდუალურია. ვარაზი ამბობდა რომ სურათი რომელიც მე დავხატე ის კედელზე ლურსმანზე კიდია ჩემი ცხოვრების ნაწილია ის. ასეა, ყველა ნახატი არის ცხოვრების ნაწილი შენი და როგორც ადამიანი ვერ განასხვავებს საკუთარ შვილებს, აი ესეთი შეგრძნება მაქვს ხატრობასთან. არასდროს არ ვფიქრობ მუშაობის დროს რომ ის გაიყიდება თუ არ გაიყიდება. ეს არ არის ჩემი ამოცანა. მე ვხატავ იმ ემოციებით, იმ გზნობებით როგორც მე მინდა. სასიხარულოა გაყიდვაც, მაგრამ ჩემი ნახატების გაყიდვის დროს მაინც სევდა მეუფლება, რომ ის ჩემგან მიდის და არ ვიცი სად იქნება და როდეს რა ბედი ეწევა მე მომავალში. ნიკოლოზ ბარათაშვილის სტრიქონები მახსენდება ყველაზე უფრო ხშირად. არც კაცი ვარ გა რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს იყოს სოფელში და სოფლისთვის არ აიზრუნოს. ქცევა რომელიც მე არ მომწონს დავუშვათ ჩემში არის კომპლექსები ადამიანში რაღაცები რომელსაც ებრძვის ყოველთვის და ცდილობს რომ ის გამოასწოროს მაგრამ არ არის ადვილი
საკუთარ თავს არ პატიობს არმაცობას, არ პატიობ თულად დაკარგულ დროს. არ გამჩენია სურვილიც დამეხატა საკუთარი თავი რა, არ ვიცი რატომ. მე რომ ხატავ ფაქტიურად ჩემ თავს ხატავ ამ ნახატებში, ამ ნამუშევრებში. ჩემი შემოქმედება, რასაც აქ ხედავთ, ესაა ჩემი ავტოგრაფი.